პირეთერში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. სანგარიშო პერიოდი მოიცავს 2011-2015 წლებს. რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ კვლევაში, ამას უკვე თამარ გოგესაშვილი გვეტყვის. თამარ, გისმენთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რიგით მე-7 ანგარიში 1000-მდე სისხლის სამართლის საქმე მოხდა შემთხვევითი შერჩევის წესით. მონიტორები სწავლობდნენ, რამდენად მიმდინარეობდა პროცედურული ნორმების დაცვით სასამართლო პროცესები. ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა რამდენიმე დადებითი ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მოსამართლეები არიან გააქტიურებულები, განსაკუთრებით საპროცესო შეთანხმების დადებისას. ისინი ჩართულები არიან პროცესში და სვამენ კითხვებს. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო უფრო ხშირად იყენებს პატიმრობის ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს ან თავდებობას და ხშირად მოსამართლეები ამ გადაწყვეტილების მიღებისას არიან არგუმენტირებულები. რაც შეეხება ხარვეზებს, ანგარიშის მიხედვით კვლავ პრობლემად რჩება ჩხეკისა და ამოღების პროცედურები. ანგარიში მოხდა 43 შემთხვევა. საიას წარმომადგენლების მტკიცებით აქედან მხოლოდ 3 შემთხვევაში იყო დაკანონებული წინასწარ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები და 40 შემთხვევაში მოხდა უკვე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების დაკანონება, რაც მათი თქმით კვლავ ტოვებს კითხვის ნიშნებს. პროგრესი შეინიშნება მაგალითად მოსამართლეთა როლის გააქტიურებაში საპროცესო შეთანხმებების დადების დროს, ასევე პროგრესი არის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებების შეფარდების მიმართულებით, მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორიც არის მაგალითად ჩხრეკა და ამოღება, რჩება სერიოზული კითხვის ნიშნები. ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში შევისწავლეთ 43 შემთხვევა, რომელიც ეხებოდა ჩხრეკას და ამოღებას, მხოლოდ 3 შემთხვევაში იყო მოსამართლის წინასწარი თანხმობა, დანარჩენ 40 შემთხვევაში ჩატარდა ეს ღონისძიება და მხოლოდ შემდეგ მიემართა მოსამართლეს, რომ მას შეეფასებინა ჩატარებული ღონისძიების კანონიერება. მაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო, როგორც მთავარი მაკონტროლებელი სამართალდამცავი ორგანოების იყოს უფრო აქტიური, როდესაც საქმე შეეხება ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. მან უნდა შეასრულოს თავისი მაკონტროლებლის როლი უფრო ეფექტურად და აქტიურად. ეს გამოჩნდა იგივე ჩხრეკის შემთხვევებზე, როდესაც კვლევაში მითითებულია, რომ უფრო მეტი შემოწმება ჭირდება იმ ფაქტებს, გადაუდებელია უცოლობი ჩხრეკის ჩატარების დროს, რამდენად არსებობდა ამის კანონიერი საფუძვლები და სასამართლომ ეს როლი უნდა შეასრულოს ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. ერთ-ერთი აღსანიშნავი, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ ხშირ შემთხვევებში სასამართლო როგორც ჩანს ანგარიშიდან ირკვევა, რომ არ იყენებს და აღკვეთის ღონისძიებების სახეს იმ ფორმით, რომ როგორც მას მოითხოვს პროკურატურა. როგორც ვიცით, წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ პროკურატურის მოთხოვნები უმეტეს შემთხვევაში იყო სასამართლოს მხრიდან დაკვაყოფილებული იდენტურად, რა ტიპის შემდგომლობასაც ისაყენებდა, ხოლო ანგარიში ირკვევა, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად შეცვლილი არის ვითარება და სასამართლო მსჯელობს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს მონიტორინგს აწარმოებს 2011 წლიდან და ანგარიშის მიხედვით ბოლო 2 საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით უფრო პასიურები არიან დაცვის ხარის წარმომადგენლები. ანგარიშის მიხედვით ისინი ნაკლებად ითხოვენ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ეს არის ბოლო ანგარიშის შედეგები. რაც შეეხება თავად ანგარიშს, მისი პრეზენტაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას ესწრებიან როგორც სასამართლოს წარმომადგენლები, ასევე მოქმედი მოსამართლეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ გოგესაშვილი.